არასამთავრობო ორგანიზაცია ნაკრესი წლების მანძილზე აქტიურად არის ჩართული საქართველოში ზურმუხტის ქსელის შექმნაში, ეს იქნება კვლევითი ან სამეცნიერო ნაწილი. ნაკრესმა შექმნა სახელმძღვანელო, რომელიც არის საქართველოს ზურმუხტის ტერიტორიებზე ტყის ჰაბიტატების მართვის შესახებ. აღნიშნული სახელმძღვანელოს შექმნაში მეც ვიღებდი მონაწილეობას, ჩემი მხრიდან განხორციელებული იყო ეს თქვა სივრცული მონაცემების დამუშავება, ეს ეხებოდა ტყის ჰაბიტატების იდენტიფიკაცია, შემდგომ დარუგებას, რუკების შედგენას და ასე შემდეგ. საქართველოს დღეს აღნიშნული სახელმძღვანელოს აქტიურად იყენებს, აქვე არის მნიშვნელოვანი რომ ვახსენოთ, რომ საქართველოს მიიღო ტყის კოდი. ამ ყოველივე საქართველოს აქტიურად იყენებს და სრულიად შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს. ჩვენი სლოვაკეთში ვიზიტისას მნიშვნელოვანი იყო ინფორმაციის და გამოცდილების გაზიარება იმ წევრი ქვეყნებისგან, რომლებიც არიან ევროკავშირის წევრი ქვეყნები და იყენებენ ნატურა 2000. ჩვენ ადგილზე გავეცანით მნიშვნელოვან кейსებს და ასევე საველე გასვლაც ჰქონდა, რომლიდანაც აუცილებლად გამოსაყოფია იმ ჰაბიტატების აღდგენილი ჰაბიტატების ნახვა, რომელიც მნიშვნელოვანი ნაწილია მთლიანად ეკოსისტემის.